3 წელი გავიდა შოვის უბედურებიდან. 3 წელი გავიდა 33 ადამიანის დაღუპვიდან. რა გვასწავლა შოვის ტრაგედიამ? 3 უმთავრესი რამ. პირველი. გლობალური ცვლილება კლიმატისა არსებობს. მეორე. კლიმატის ცვლილება ეხება საქართველოსაც. და მესამე. როდესაც რაღაც უბედურება და ტრაგედია ხდება, კოცი ადამიანების გადარჩენაზე კი არ ფიქრობს. ავტომატურად იწყებს ფიქრს, როგორ გადაირჩინოს უკანალი. ემანთ ვინმემ რამე არ დააბრალოს. ვინმემ არ დააბრალოს, რომ რამე არ გააკეთა. ამის კლასიკური მაგალითი იყო შოვი. ყველას გახსოვთ კოცი ჩინოვნიკები, რომლებიც ადგილზე მიდიოდნენ ბახილებით. მიდიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ კამერას დაეფიქსირებდნენ, რომ ისინი იქ არიან. იქ სადაც ათობით და ასობით მაშველი და მოხალისე დღე და ღამე უბედურებაში, ტალახში ეძებს გვამებს, ეძებს ცოცხალ ადამიანებს, იქნებ ვიღაცა გადაარჩინონ, ან იქნებ დაღუპულები იპონონ. აი ეს კოცები ჩადიოდნენ ბახილებით, თავს იწონებდნენ კამერის წინ, ხდებოდნენ ისევ ერთ ფრენში და მოფრინავდნენ უკან. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ცნობილი ფრაზა, ვინც გადარჩა, გადარჩა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვინც წყალმა არ წაიღო, ან ვინც ტალახმა არ წაიღო, იმას ბედი ქონია, ხოლო ვინც წაიღო, იმის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ეს თქვა მაშინ ადამიანმა, რომელიც იმ დროინდელ პარლამენტში იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. და მერე, არ ვიცი, ამ დეგენერატობის თქმისთვის თუ რაიმე სხვა წარმატებისთვის კოცებმა ის დააწინაურეს საკუთარ ჯანდაცვის მინისტრად და ახლა უზით ჯანდაცვის მინისტრად. მერე ბოდიშები კი იხადა, ასე არ მიგულისხმია, სხვანაირად თქვიო, მაგრამ ეს ფრაზა ისტორიას დარჩა. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ხმები, რომ კახაკალაძის ოჯახმა რამდენიმე საათი ადრე დატოვა შოვი. კოცებმა უზარმაზარი მედია რესურსი დახარჯეს ამ ამბის უარყოფაში. მაგრამ ამბავი ის არის, მთავარი ამბავი ის არის, რომ ეს არ იყო ჟურნალისტების გამოგონილი. ამას ადასტურებდა თვითონ სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც კახაკალაძის ოჯახი ცხოვრობდა. On საუბარი არ იყო ვერტფრენის წამოსვლაზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მათ რამდენიმე საათით ადრე დაუმთავრდათ სასტუმროში ყოფნის უა და ჩასდნენ მანქანებში და წამოვიდნენ. ეს ამბავი იყო, რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს. კოცმა რამ მედია რესურსს არ უნდა დაახარჯონ და რა პროპაგანდისტულ რესურსს არ უნდა დაახარჯონ, ეს ამბავი ასე იყო, ასე მოხდა. შეიძლებოდა თუ არა იმ 33 ადამიანის გადარჩენა. სავარაუდოდ, ძალიან დიდი ალბათობით შეიძლებოდა. შეიძლება მთებში რომ ყოფილიყო დამონტაჟებული სენსორები, როგორც სპეციალისტები ითხოვდნენ. სენსორები ინფორმაციას მიაწვდიდნენ სპეციალისტებს იმაზე, რომ რაღაც ხდება, რაღაც პროცესები ხდება, რაღაც პროცესები იწყება. როგორც სპეციალისტებმა მერე დათვალეს, 5 პროცესი დაემთხვა ერთმანეთს, 5 უბედურება დაემთხვა ერთმანეთს და ამან გამოიწვია შოვის ტრაგედია. ერთ-ერთი პროცესის შესახებ, ან ორი პროცესის შესახებ სენსორებს რომ გადმოეცათ ინფორმაცია, სავარაუდოდ ის 33 ადამიანი გადარჩებოდა. ან რაღაც ნაწილი გადარჩებოდა მაინც. 33 ადამიანის გადარჩენის შანსი არსებობდა მდინარე რომ ყოფილიყო მოქცეული კალაპოტში. მაგრამ მდინარე არ მოაქციეს კალაპოტში, იმიტომ რომ ტენდერი მოიგო ისევ და ისევ კოცმა, ლილუაშვილის ნათელმირონმა და ტენდერი არ შეასრულა. ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ახლა ბრალი წაუყენეს, მაგრამ შემდეგ დიდსულოვნად ლილუაშვილის ნათელმირონი როგორც გითხარით უკვე, დიდსულოვნად მისცეს საშუალება რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ასე რომ რეალურად შოვის ტრაგედიისთვის პასუხი დღემდე არავის არ უგია. გახსოვთ, თქვენ ამხელა პროპაგანდისტული რესურსი დაახარჯეს კოცებმა იმის უარყოფას, რომ მდინარემ შეწყვიტა დენა შოვში. კვირაების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტებმა მოიგონეს, არადა ჟურნალისტებმა ამის შესახებ მოისმინეს ადგილობრივებისგან. და მთაში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა, ამ მთაში ნამყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მდინარეში წყლის ნაკადის შეწყვეტა. ნიშნავს იმას, რომ მდინარე სახას დაბლოკილია და დღეს თუ არა ხვალ ამ ბარიერს აუცილებლად გაარღვევს და აუცილებლად რაღაც უბედურებას ჩამოიტანს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ამის შესახებ არავის არაფერი არ უთხრა, ან ყოველ შემთხვევაში ადგილობრივებმა რაღაც გადასცეს ინფორმაცია, მაგრამ კოცებმა რაღაც მომენტში ინფორმაცია დაბლოკეს. უბრალოდ როგორც ეხერხება და როგორც ძალიან უყვართ, დაიკიდეს. და შემდეგ კვირაების განმავლობაში უარყოფდნენ არაკაც, არაფერი არ მოხდა, არანაირი ნიშანი ამ ტრაგედიისა არ ყოფილა. თავარი კითხვა იმ დღეებში იყო, შეიძლებოდა თუ არა ვერტფრენის გამოყენებით ადამიანების ნაწილის მაინც გადარჩენა. როდესაც ეს ამბავი კითხეს იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ჟურნალისტების მონაჩმახია და ხელმოცარული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების კითხვები. ვერტფრენი ჩავიდა 3 საათში, შოუში გამოჩნდა 3 საათში და ხელისუფლება მაშინაც ამტკიცებდა და ახლა ამტკიცებს, რომ ეს იყო ძალიან სწრაფი მოქმედება. 14 წელია კოცი არის ხელისუფლებაში. 13 წლის წინ გაყიდეს პუმა, ეგრეთ წოდებული მიშას ვერტფრენი, იმიტომ რომ დღესაც ამტკიცებენ, რომ ამ ვერტფრენის გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა ტრაგედიების დროს. არც თბილისის ტრაგედიის დროს არ გამოიღებდა არანაირ შედეგს მისი ჩართვა, არც გურიაში, არც შოუში და არც არსად. ამდენი წელია გვიმტკიცებენ, რომ შეკვეთილი აქვს ვერტფრენები, მაგრამ
რთულია სამაშველო ვერტფრენის შეკვეთა, რთულია ამ სამაშველო ვერტფრენის მიღება, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგი დგას, მოთხოვნა ძალიან დიდია, ძალიან ზვირი ღირს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წელიწად ნახევარი გავიდა შოვის ტრაგედიიდან და აღმოჩნდა, რომ ერთ ძალიან მაღალი რანგის კოდჩინოვნიკს, ერთი სამაშველო ვერტფრენის ფულით ესპანეთში ვილა ჰქონდა ნაყიდი. მეორე ძალიან მაღალი რანგის კოდჩინოვნიკს, მეორე სამაშველო ვერტფრენის ფულით მაჯის საათები ჰქონდა ნაყიდი. ერთი ვერტფრენი ოქროს მაჯის საათებად ეკეთა ხელზე. მესამე სამაშველო ვერტფრენის ფული ბანკში ჰქონდა შენახული. მეოთხე სამაშველო ვერტფრენის ფული ოქროს ზოდებად ჰქონდა სახში შენახული. ეს ყველაფერი იმ კოდჩინოვნიკებს, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ ვერტფრენის იქ ჩასვლას და ვერტფრენის გამოყენებას აზრი არ ექნებოდა. მთავარი დასკვნა და მთავარი გაკვეთილი შოვის ტრაგედიიდან. თუ კი ქვეყანაში რაიმე უბედურება ხდება, არავის, არასოდეს და არსად არ უნდა კონდეს კოდსიმეთი. ყველამ ხელი უნდა გაანძრიოს, ყველამ საკუთარ თავს უნდა უშველოს, გინდა წყალმაწა იყოს, გინდა მეწყერმა და გინდა პოლიტიკურმა უბედურებამ. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და არავითარ შემთხვევაში კოდს. რას დავდიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, вообще, когда